გამარჯობა საბერძნეთის თემა, ძველი საბერძნეთი ჩვენ გავყავით სამად, იმიტომ რომ დიდი თემა იყო და ახლა მაკედონიაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ ალექსანდრე მაკედონელიძე. მანამდე შეგახსენებთ, რომ როგორც იცით, ვეხმარები აბიტურიენტებს, რომლებსაც არ შეუძლია ყავდეთ მასწავლებლები მიზეზთა გამო მიზეზის პრინციპის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თქვენც უნდა დაეხმაროთ სხვებს, ვინც არ იცის ამ ვიდეო გაკვეთილების შესახებ. მიეწოდეთ მათ როგორღაც ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩემთან მეცადინეობა პირადად ცოტა სხვა ფორმატია და უფრო კრეატიული და უფრო შედეგიანიც არის გასაგებია, თუმცა ამ ვიდეოებითაც თქვენ სერიოზულად გახვალთ ფონს და არა მარტო ფონს გახვალთ და ზღვარს გადალახავთ, არამედ მეტ შედეგებსაც მიიღებთ. მოკლედ, დავეხმაროთ ერთმანეთს და ეხლა გავაგრძელოთ გაკვეთილი და როგორც თქვით, ვისაუბრებთ ალეკო მაკედონელზე. რა თქმა უნდა, ალექსანდრე მაკედონელზე ვლაპარაკობ და ალეკო ესე დავარქვი პირობითად. საერთოდ მაკედონია ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს. ალექსანდრე მესამე მაკედონელი იყო ფილიპე მეორის ვაჟი, ის გამეფდა ძველი წელთაღრიცხვის 336 წელს 20 წლის ასაკში. ალექსანდრე მან სწრაფად დაიმორჩილა ჩრდილოეთი ტომები ზემოთ. დარჩენილი ბერძნული პოლისები, რომლებიც მანამდე მამამ ფილიპემ დაიმორჩილა ნაწილი, რის შემდეგაც მან სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა. ამ დროისთვის აქემენიანთა უზარმაზარი იმპერიის შაჰი იყო დარიოს მესამე, პირველი არა დარიოს მესამე. რა გერიოთ ხომ ერთმანეთში. მაგარი კაცი იყო, მოკლედ ეს დარიოსიც ძლიერი. ალექსანდრემ მცირე აზიიდან დაიწყო ოპერაცია ძველი წელთაღრიცხვის 334 წელს, მანამდე რამდენიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, რომელსაც დარიოს მესამის სატრაპებთან აწარმოებდა. ალექსანდრეს პირველი დიდი შეჯახება უშუალოდ ირანის შაჰის არმიასთან მოუწია, წარმოიდგინეთ ამხელა სახელმწიფოსთან ძველი წელთაღრიცხვის 333 წელს, ეს იყო ისოსის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, სადაც ალექსანდრემ დარიოს მესამის არმია გაანადგურა, თვითონ შაჰი ბრძოლის ველიდან გაიძორცა, გაიქცა, წარმოუდგენელი იყო ხამისთვის ეს რა თქმა უნდა და მთელი მისი სიმდიდრე ალექსანდრეს დარჩა. რა თქმა უნდა, ხალხის ტყვეებიც და ტყვედ იგდო დარიოსის მეუღლე და ქალიშვილები, რომელთაც დიდი პატივით მოიპყრო. ამ გამარჯვების შემდეგ მაკედონელთა მეფეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს თითქმის ყველა ქალაქი უცხადებდა უკვე მორჩილებას. საინტერესოა, თვითონ მორჩილდებოდნენ, როგორც განმათავისუფლებელს, იმიტომ რომ დარიოსისგან შეწუხებულები იყვნენ. ასევე სრული მორჩილება გამოუცხადეს მას ეგვიპტეში და იგი უზენაესი ღმერთის ამონ-რას შვილადაც კი აღიარეს, წარმოიდგინეთ, შვილად. ალექსანდრე დაპყრობილ ტერიტორიაზე არსებდა ქალაქებს, რომელთაც ალექსანდრიას არქმევდა. ეგვიპტის ტერიტორიაზეც ნილოსის დელტაში ალექსანდრია დააარსა, დღემდე არის ეს ალექსანდრია და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქიც კი გახდა მოგვიანებით და ცენტრი კულტურის. ეგვიპტიდან მოკლედ მისი არმია სპარსეთის სრულ დაპყრობას შეუდგა, არ ისმენებდა, ბოლომდე უნდა დავიპყრობო. გადამწყვეტი ბრძოლა ძველი წელთაღრიცხვის 331 წელს გაიმართა გავგამელასთან. ალექსანდრემ პირველმა შეუტია ირანის არმიას, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა დარიოსისთვის, ირანელებმა ვერ გაუძლეს ამ შეტევას და კიდევ ერთხელ გაიქცნენ. ბრძოლის ველი მიატოვა დარიოს მესამემ თვითონაც. გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი ტრიუმფით, ზარზე იმით შევიდა იმ დროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს ქალაქ ბაბილონში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. მან სადახტო ქალაქის პელადან, პელა იყო დედაქალაქი ალექსანდრე მაკედონელის და გადმოიტანა აქ. ამ შემდეგ ირანის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე გადაწყვიტა, რომ დარიოსის ხელში ჩაიგდო ბოლომდე, თუმცა დარიოსი მისმა ხელქვეითებმა მოკლეს და ცხედარი ალექსანდრეს მიართვეს. ალექსანდრემ ბრძანა სიკვდილით დასაჯეთ მკვლელები, არ მინდა მე მათი მომსახურება, ისინი როდესაც ღალატობენ თავიანთ მეფეს, რა თქმა უნდა მიღალატებენ მეფეც. მეფე შაჰი დიდი პატივით დაკრძალა. ამის შემდეგ გააგრძელა დაპყრობა და დაიპყრო მან შუა აზიაზე და ინდოეთშიც შეიჭრა საოცრება. მდინარე ინდის ხეობაში მან ორი დიდი ინდური სამეფო დაიპყრო, თუმცა ეს დაპყრობები მეტად ძვირი დაუჯდა. ბოროს ადლემა ურჩეს რომ დაგვანებით თავი კაცო, რამდენი ხანი უნდა ვიბრძოლოდო, გაგმიშოვო კაცო, გავლაგვიდაო, გამოვლაგვიდაო, მეგობრები ვიდაო. ჩამოიყვანა ისინიცაც 330 წელს ქალაქ სუზაში გადაიხადა გრანდიოზული ქორწილი, თითო ესე იგი 10,000 მეომარი სპარს ქალებზე დააქორწინეს, ესე იგი 10,000 კაციანი ქორწილი, წარმოიდგინეთ რა ამხელა ქორწილი იქნებოდა, ეხლა იქ და 10,000 კაცი ხო ვინმე ეყოლებოდა ამ იქ თავისი მომხრეები. ის აღპირებდა კიდევ შემდეგ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა 323 წელს თავისი ქორწინებიდან თუ რაღაც ერთ წელიწადში. ესე იგი, აქ ყურადღებას მივაქცევთ, რატომ
როგორ გაძლიერდა მაკედონელის სახელმწიფო, როგორ დაიწყო მან ბრძოლები სპარსეთის წინააღმდეგ, რომელი ტერიტორიები დაიპყრო, სად იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტი ბრძოლები, რატომ ვერ შეძლო ალექსანდრემ ინდოეთს ლაშქრობა და მერე ქორწინება და ასე შემდეგ. ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ უკვე წარმოიქმნება ელინისტური სახელმწიფოები. ელინიზმი, ეს ბერძნიზმი, ასე რომ ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელი იმპერიის წარმოქმნიდან რომელთა მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს ეგვიპტის დაპყრობამდე პერიოდს ეძახიან ელინიზმს, სადაც ალექსანდრე მაკედონელი ავრცელებდა ელინურ ბერძნულ კულტურას, ფილოსოფიას, ხელოვნებას და ასე შემდეგ. და ამიტომაც ქვია ელინისტური ეპოქა ამ პერიოდს. რაც შეეხება ელინისტურ სახელმწიფოებს, ახლა ეს რატომ ხდებოდა? იმიტომ რომ ალექსანდრე მაკედონელის სარდლები მისი გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს დაერივნენ პირველობისთვის. ფაქტობრივად მას მემკვიდრეობის საკითხი დადგა, ვინ მართავდა მის სახელმწიფოს და ამიტომ დაერივნენ ერთმანეთს ეს მისი ცნობილი სარდლები და ჩხუბობდნენ არა მე უფრო უყვარდი ალექსანდრეს, არა მე უფრო უყვარდი ალექსანდრეს და დასცხეს ერთმანეთს მოკლედ. ისტორიაში შევიდა ეს ბრძოლა დიადოხოსების ბრძოლის სახელით, იმიტომ რომ დიადოხოსი ნიშნავს მემკვიდრეს და ესე იგი მემკვიდრეობისათვის ბრძოლის სახელით ბოლოს დასცნენ და იფიქრეს კაცო რას უჩხუბოთ რა გვინდაო, მოდიო გავინაწილოთ ალექსანდრე მაკედონელის იმპერია და გაიყვეს. შედეგად წარმოიქმნა ელინისტური სახელმწიფოები ყოფილი ირანის ტერიტორიაზე, პტოლემაისების ეგვიპტე, პტოლემეს მეთაურობით, სელევკის მეთაურობით სელევკიდების სახელმწიფო, საკუთრივ ალექსანდრეს ასე ვთქვათ სახელმწიფოც კიდევ და მოკლედ რამდენიმე ელინისტური სახელმწიფო დაიშალა, შემდეგ მერე მათი დაშლის პროცესი უკვე გაგრძელდა. ეს იყო დღევანდელი გაკვეთილის თემა და შემდეგ უკვე ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამოს სხვა საკითხებს. არ შეგეშინდეთ, არ შეშფოთდეთ, არ შეწუხდეთ, არ ჩამოუშვათ ცხვირი. მე ხო ხედავ გეხმარებით და ნუ გეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, აბა წარმატებები და დავეხმაროთ ერთმანეთს.